ერთ სახელმწიფოში ძალიან კარგ მეფე დედოფალს ყავდა უფლისწული, რომელსაც ერქვა სანი. სანი ძალიან კარგი ბიჭი იყო, წესიერი, ზრდილობიანი, მაგრამ სულ მოწყენილი იყო. ძალიან შეწუხდა დედაც და მამაც. აი ძალიან შეწუხდა. ხან რას მოუტანდნენ, ხან რითი უნდათ რომ გაერთოთ, ან წამოდით იქ წაგიყვან, აქ სტუმრებს დაპატიჟებდნენ, ან ბავშვებს მოიყვანენ. სანი იყო დაღვრემილი, უხასიათოდ და სულ რაღაცნაირად ჩაფიქრებული. არაფერი არ უნდოდა. არაფერი არ ახარებდა. დადარდიანდა დედმამა. დასხდნენ და დაიწყეს ფიქრი. რა ვქნათ კაცო, ეს ერთადერთი ბიჭი ყავს და რა არის ესეთი, რომ არაფერი არ უხარია, არაფერი არ უყვირს, არაფერი არ უნდა. ამ დროს გაისმა სასახლის კარზე კაკუნი. ჩავიდა თვითონ მეფე, გააღო კარები და კარებთან დახვდა მათი მებაღე. ძალიან კარგი მებაღე კაცი. უკაცრავად, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი ბიჭი სანი გამატანოთ ბაღში. ხომ შეიძლება, ხომ მენდობით ბაღს დავათვალიერებიებ, გავაცნობ თევზებს, ჩიტებს, ჩიტების ქვეშ მცხოვრებ ელფებს და ეგებ გახალისდესო. მეფემ თქვა, ძალიან ეჭვი მეპარებაო, ცადეო, ჩვენი რა მინდისო. დაუძახეს სანის, სანი გამოვიდა ისევ უხასიათოდ მოწყენილი. შეხედა მებაღეს და დიახ გისმენთო, ზრდილობა კი ქონდა. წამოდი სანი ჩემთან ერთად. მოდი, მომეცი ხელი და ბაღში გაგასეირნებო. ძალიან დიდი ბოდიში ამას რო გეუბნებით, მაგრამ ხელებიო, დაუბანელი გაქვთ, დასვრილიო. არა სანი, მებაღე უბნება, დასვრილი კი არა მაქვს. ყვავილები გადავრგად მოვრგეო, რაღაც ფოთლები შევაგროვეო. ესო მიწიანი მაქვს ხელებიო. და მიწიანი ხელები არ ნიშნავს დასვრილს. მიწა ხო ჩვენი სიცოცხლის და ენერგიის მომცემიაო. კარგითო, წამოყვებითო. ჩემთვის სულ ერთია. წავიდეთ. მოკიდა მებაღემ სანის ხელი და შევიდნენ ბაღში. სანის თვალები აენთო. რა მხელა ყოფილა ჩვენი ბაღი? რატომ არ ვიცოდიო? მებაღე უბნება სანი, ბაღი კი არა, სამყაროა ძალიან დიდიო. და მოწყენის დრო არ არის. აქ იმდენი რამე უნდა აღმოვაჩინოთო, რომ დრო არ გექნება, რომ ცუთხასიათზე დადგეო. დრო არ გექნება, რომ მოიწყინო და თუნდაც ერთი წუთით რამეზე ჩაფიქრდეო. შეხედე, სანი, შეხედე, აიხედე მაღლა, რა არის? რა? აი, ჩიტი მოფრინდა. ეს ჩემი ნაცნობი ჩიტია. ამას შეყვარებული ყავს ერთი, ძალიან მეტი ჩარა ჩიტი. აი ხა მოფრინდება, ნახე ეს ელოდება. ოი, მოფრინდა, ხო გითხარი, მოფრინდა. აი ხა რაღაცას ელაპარაკებიან ერთმანეთს. ოხ, გეგონება დიდი ხანი ერთმანეთი არ უნახათ. ნეტარას ელაპარაკობენ, აბა დაუგდე ყური. სანი რაო, რა თქვა? მომენატრეო, სანი მოთხრა. უი, და გოგომ რა უთხრა? ოხ, კარგი ერთი, მოგენატრე კი არა, დღეს არ მნახეო. ეხა გაფრინდებიან და რომელიმე კარგ ხეზე შემოსკუპდებიან და გააგრძელებენ საუბარსო. აბა სანი, მოდი, ოიმე, შეხედე,
მე ბაღე მუთხრა ეს ჩემი გაზრდილი ჩიტებია. ნახე, ეს მეორეც. ნახე, როგორი ნისკარტები აქვთ, როგორი ლამაზები არიან, გეგონება თვალმარგალიტით შემკობილნი. ნახე რა ლამაზი ფრთები აქვთ, ხო, გაგიშვებთ, ეხა გაგიშვებთ, ნუ გეშინიათ. მე ხო თქვენ პატარა ბარტყები გიპოვეთ და ეხლა ამხელა ჩიტები გაიზარდეთ. წადით, აბა, წადით. აბა ვნახოთ ამ დიდი ფოთლების ქვეშ. არა, აქ არავინ არ არის. აბა აქ ვნახოთ. ვაიმე, პეპელა, შენ რა გინდა ამ ზამთარში? შენ ხო სურნელოვანი ყვავილები გიყვარს, ლამაზი ფერის, რო აფრინდე და დაფრინდე ლამაზ ვარდზე. მოდი შენ აქ ეხლა იყავი ფოთოლს გადაგაფარებ თბილად და გაზაფხულზე შენ თვითონ გაიღვიძებ. აქ ვინ არის ნეტა? ვაიმე, ჩიტო, შეხედე რა ლამაზი ბარტყია. ნეტა შენი მშობლები სად არიან? ან რატო დაგტოვეს ესე? არა უშავს, სანი და მე წაგიყვანთ და მერე საკენკს დაგიყრით. მერე სადმე ხისტოძე დაგსვათ და ნუ გეშინი არიტი რო დედიკო და მამიკო აუცილებლად მოგაკითხავს. მოდი აქ მშვიდად. სანი ეხლა სადმე მოძებნოთ ჩვენი ბაღის ელფები. აბა? აი სად არის? აი, გამარჯობა შენი, გამარჯობა. არ მინახი ხარ ერთი კვირა. შენი მეგობარი სად არის? აბა მოვნახოთ. აი შენი მეგობარი. რა ლამაზები ხართ, მოდით გაკოცოთ. თქვენ ხო მეგობრობთ? თქვენ ხო ძალიან კარგად მეგობრობთ ერთმანეთში და მესამე სად არის? მე თქვენ სულ სამს ერთად გხედავთ, ერთად თამაშობთ ხოლმე, ეხლა ახალი წელი მოდის, რა კარგია. მოდი შენი მესამე მეგობა. აგერ ვის უჭირავს წითელი გული. გამარჯობა შენი, რა ლამაზი კაბა ჩაგიცვავს დღეს. სანი შეხედე, ხო კარგი გოგოა. ნახე რა კარგი გოგო გაწითლდა, გაგეპრანჭა. მე ნუ გცხვენია, სანი არის გადასარევი ბიჭი. სანი ეუბნება მე ბაღეს. დიდი ბოდიში რაღაცა ესეთი ფხაკუნი მესმისო. რა არისო? ვაიმე სანი, ეხა ჩვენ აქ ჩუმად გავიპაროთ აქედან თორე. ამან თუ გაიღვიძა, შავი დღე დაგვადგებაო. სანი ეკითხება, კი მაგრამ ვინ არისო? ეს ისეთი კაპასი ელფია, რომ შეიძლება ქვები გვესროლოს და აქედან გაყვაროს. მაინტერესებს, სანი ეუბნება, მაინტერესებს. კი მაგრამ საცხოვრობსო? ტყის კომბოსტოშიო. კომბოსტოშიო? ხო, ტყის კომბოსტოში ქვემოდან ესე შეძრება და იქ ძინავს გაზაფხულამდე, სანამ დათბება და სანამ აყვავდება ხეებიო. ვაიმე, იქნებ გავაღვიძოთ. ვაიმე, სანი არიცი რა გელოდ, მინდა სანი, მინდა ესეთი ბედნიერი დიდი ხანი არ ყოფილა, რომ რა გაეწყობაო. სანიმ დაიჭირა კომბოსტო. ვაიმე, როგორ მაინტერესებს, როგორი არისო. სანი ფრთხილად თუ ამოხტა შეიძლება გადაგყლაპოს. როგორო თუ პატარა, როგორ გადაგყლაპავს. მოიცადე არ იცნობ შენმა. ვაიმე, გამოჩნდა. ვინ გაბედა და გამაღვიძა? ვინ გაბედა ჩემი გაღვიძება? ვინ გაბედა ვისუდა ეხლა? ცხვირპირი დაუმტრიო. ვაიმე, ძალიან დიდი ბოდიში. ეს სანი ბიჭი არის. გაიცადი ნახე რა კარგი სანი ბიჭი. არ მაინტერესებს. არავინ არ მაინტერესებს. მე უნდა მძინებოდა. სანამ დათმებოდა. ეხლა გამიტეხეთ ძილი. გიხვეწები, ნუ ჩხუბობ. ელფი ხარ ბოლოს და ბოლოს. არ მაინტერესებს. გეხვეწები, დაწყნარდი, თორე სანი ბიჭი მერე იტყვის, ეს რა შტერი გოგო არისო. გოგო არა ვარ, ბიჭი ვარ. ხო, უკაცრავად ბიჭი ხარ, სულ დამავიწყდა. სულ გავიწყდება, რომ ბიჭი ვარ. მისე ხრინავდით, შეგვეშინდა, რომ ნერწყვი არ გაგდაგცდენო და ძილში. არაფერი არ გადაგცდება. ხო, კარგი. ჩაქსვავთ ისე უკან. ჩამსვით. კარგი, ხო. ჩაჯიკი. არ გაღვიძებთ, არა. ჩაწიე ხელები, ჩაჯიკი. აი ასე. ჩაყავი შენი ყურები. ყურები არ არის ქუდი აქ.
კაი. სანი, რო იცოდე როგორ გადავრჩით, რო არ გაგვლახა, ქვები არ გვესროლა და ბოლო-ბოლო დაგუკვინა. ეგეც იცის ხოლმე. მოდი, ეხლა მე შენ გაგაცნობ ბაყაყს. აი, ბაყაყი. ეს არის ჯადოსნური ბაყაყი, რომელსაც სურვილების ასრულება შეუძლია. ძალიან ჭკვიანი ბაყაყია, დიდი ხანია ამ ბაღში ცხოვრობს და მთელი საიდუმლოებები იცის, რაც აქ ხდება. ეხლა წავიდეთ ტბასთან, სადაც ულამაზესი თევზები შენგელოდებიან. თევზებმა ლაპარაკი არ იციან, მაგრამ აი ასე უნდა მიხვდე, რომ შენი ნახვა უხარიათ და რაღაცას გეუბნებიან. მე ამათ ვუვლი, ესენი მცნობენ, დილაობით საჭმელს რო ჩაუყრი ხოლმე, მოდიან და მადლობას მეუბნებიან. ესე ჭამენ ხოლმე, ხედავ რა სილამაზე აქვს, ეს თვითონ მოაწყვეს, თვითონ გაალამაზეს. სანი, შეხედე, ჩამოყრილი შემოდგომის ფოთლები. როგორი ხმა. ჩამოცვენის დროს იცი რამდენს ლაპარაკობენ? ერთმანეთს ელაპარაკებიან. გაზაფხულამდე მშვიდობებიან. ხრაშა ხრუშით ჩამოდიან. ნახე რა სილამაზეა. სანი, მიდი მომეხმარე, აყარე, მაღლა რაც შეგიძლია. აი, რა კარგია. აი, ახლა ისეთი ცარი, მე მგონი თოვლიც უნდა წამოვიდეს. 1, 2 და 3. ხედავ, რამდენი რამ ხდება სამყაროში. შენ კიდე სახლში ზიხარ და მოწყენილი ვარ, როგორ შეიძლება მოიწყინო? რამ ხელა არის სამყარო? ბავშვებო, როგორც სანიმ აღმოაჩინა მოლაპარაკე ჩიტები, თევზები, ელფები და ყველა როგორ მეგობრობს და როგორ უყვართ ერთმანეთი. დაუგდეთ ყურის სამყაროს, დაუმეგობრდით და ძალიან ბევრ კარგ ამბავს გაიგეთ.